შეჯიბრი სირბილში რაღაც ჩემპიონატი იყო რბოლა რა ქვია, ფეხით რო გარბიან და ყველა მიცოდა რომ გამარჯვებული ძალიან დიდ პრიზს იღებდა და მირბოდნენ სპორტსმენები, რომლებიც ზოგი ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ზოგი მსოფლიო ჩემპიონი იყო და მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა კენიელი, რომელიც აშკარად ყველას ჯობდა. აი იმდენად ჯობდა, რომ ფინიშამდე ესენი ჯანს შორს იყო მთელი ჯგუფი და ეს უკვე ფინიშთან იყო მისული და რომ მივიდა ეს კენიელი ფინიშთან, აერია ხაზები, იფიქრა რომ უკვე ფინიშის ხაზი გადალახული აქვს, გაჩერდა და ხელისქნება დაუწყო თავის იმებს, რა ქვია, მაყურებლებს და მეორე მორბოდა ესპანელი ამის უკან. ამ ესპანელმა ჯერ უყვირა ესპანურად, წადი წინო შენო ჯერ არ დაგიმთავრებიაო და მიდი გადადგინე ამჯერად, მაგრამ ესპანური არ იცოდა და ვერ გაიგო. ბოლოს ესპანელი მიუახლოვდა და ხელი კრა რა, აჰა მიდიო და ამ ხელის ყვრით მიარბენინა ფინიშამდე და გაამარჯვებინა მაშინ, როდესაც შეეძლო არაფერი არ ერთქვა და თვითონ მიერბინა ბოლომდე. როგორც კი ეს დამთავრდა, რა თქმა უნდა, დაესიენ ესპანელ ჟურნალისტები და ეკითხებიან, ესო რა გააკეთეო, შენ სამშობლოშიო, ესპანეთშიო, ნავარაში ხდება ეს ყველაფერიო, მიგერბინა ფულიც აგეღო, ჩემპიონის გახდებოდიო და რა უპასუხა ამ ადამიანმა? კიო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა დედაჩემისთვის, როგორ ჩამეხედა თვალებში მერე მეო. ახლა ისმის შეკითხვა, ეს ესპანელი, რომელმაც ესე გაამარჯვებინა პატიოსნად ამას, არის თუ არა თვითონ გამარჯვებული ახალგაზრდა, გამარჯვებული კაცი და რა ჯობდა მისი მომავლისთვის, მისი პიროვნებისთვის, საერთოდ თვითონ აი ამ ჩემპიონატისთვისაც, ესპანეთისთვისაც მიერბინა თუ რაც გააკეთა ის ჯობდა. დედაც როგორი გამარჯვებულია, თვითონაც როგორი გამარჯვებული არის. ეს ყველაფერი მხოლოდ აღზრდით ხდება.